1 მარტიდან საქართველოში სურსათის ეტიკეტების ახალი წესი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება და სავალდებულო ხდება. მაგალითად, რა დასახელების არის ესა თუ ის პროდუქტი, როგორია მისი შემადგენლობა და თვისებები, როდემდე გრძელდება მისი ვარგისიანობის ვადა, წარმოების ან დამზადების რა მეთოდით არის მიღებული, რომელია მისი წარმოების ქვეყანა და ადგილი. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ რეგლამენტს ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ავალდებულებს. რეგულაციის მიზანია მომხმარებელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული სურსათის შესახებ, რაც ადამიანის ჯანმრთელობის და უფლებების დაცვისაკენ არის მიმართული. სურსათის მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაციით პროდუქცია სარეალიზაციოდ უკვე გამოჩნდა. Მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 1 მარტიდან იქნება 6 თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც ბიზნეს სექტორი ძველი მარაგიდან დარჩენილი ეტიკეტების გამოყენებას შეძლებს. ნახეთ, ეს უკვე ახალი ვარიანტია. შემოსული ყველაფერი განმარტებებით, ვადებიდან დაწყობილი, ყველაფერი როგორ შედგება, სად არის წარმოებული და რა აქვს შემცველობა, ყველაფერი. იგივე ეს არის. კიდე მაგ რამოდენიმე მარ ახლა ზუსტად არ მახსოვს. რომ ვიღებ საკუთარ მომენტია, რომ ვიღებ, მაგრამ არ ვაკვირდები, მაგრამ შემოვდის. სულ ყველაფერი ერთ 3 თვე მაინც უნდა ვშორტა, თუ ეყოლებს. რომ დადგეს კალაპოჩი. Даже ესეთი მწარმოებლები, რომლებიც არის ისინი ბეჭდავენ უკვე ახალ ქაღალდებს, რა უკვე მაქვს მაგის ინფორმაცია და სულ მალე ყველაფერი დრო უნდა აცალო ხალხს. ერთი აძნელია ზოგსა გადახდილები აქ თანხები. რაღაცებში იმისის უნდა გახარჯონ, ისიც ცოდნი არის. ანუ ამ შეღავაზე მიდის, ხო თქვა? მიდის თავრობას წავა და ჩვენს უნდა გავუღოთ ერთმანეთს, სხვანაირად არ გამოდის. ეს ფულები გადაიყრება ხაერში და ხალხი დადარდება. და ჩადგება კალაპოჩი, ერთი ადრო მიაწვეს კაცი არა ესე არა ისეო. ეს ფული გაქრება, ყველა გაკოტრდება და ყველა სახში წავა, ზოგი საზოგადოებრივ გაიქცევა, აღარ ჩამოვლენ. საქართველოს არჩევნებში თუ კითხულობს ესეთ რაღაცას. ჯერჯერობით არ აინტერესებთ რა. ხალხს აინტერესებს ფასი. და უკელი ფასი და დამთავრდა. იციან ჩვენ გვენდობია რომ ჩვენ კარგ საქონელს გავატაროთ. ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მომხმარებლები დადებითად აფასებენ. მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქვთ სრული უფლება იცოდნენ, რა შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მხოლოდ ფასს უყურებენ. Ოული კი არა, მე მგონი დაგვიანებულიც არის. იმიტომ რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რას მიირთმევს, რა პროდუქციაში ხარჯავს ფულს და შესაბამისად უნდა ამაღლდეს შეგნება და კულტურა მოქალაქეობრივი, რომ წაიკითხონ და ნახონ ბოლოს და ბოლოს რა სჭამთ. ძალიან კარგი იქნება. თქვენ კითხულობთ ხოლმე ფათ პროდუქტზე რა ღირებულება? კი, ახლა მაინტერესებს ხოლმე და ვკითხულობ, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, უნდა კარგი ახლა რასაც უწმენთ ეს ცხენის ხორცი და ეს საბავშვო ბაღებში რომ 1000 ამ გამოთქმით რომ უარგისის საჭმელიში აქვს, რა თქმა უნდა რომ მე მაგალითად ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ეს გადამოწმებები ხდება ყველგან და აუცილებელია ეს ყველაფერი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგია რომ ევროკავშირმა ასეთი რეგულაციები დააწესა, ნამდვილად რთული რო არის მისაღები იმისთვის, როდესაც მე ვყიდულობ რაიმე პროდუქტს, მე უნდა ვიცოდე მისი შემადგენლობა, მისი ვარგისიანობა და ზოგადად რისთვის არის. აქედან გამომდინარე ნამდვილად კარგი იქნება თუ ეს კანონით დასჯადი იქნება, ის რომელიც არალეგალური იქნება ალბათ ის რომ უკვე ის წარწერა აღარ იქნება მათ თუ იმ პროდუქტს და კარგი იქნება თუ კანონის რეგულაცია მოხდება ამ მიმართულებით. კი, სავალდებულოა ყველაფერი. აუცილებელია. ძალიან კარგი იქნება. მშვენიერია. იმიტომ რომ ზოგი ისეთ რაღაცას აყიდებს, რომ არ შემჩნევოდა. უნდა კარგად დაამჩნევოს, ზოგი ვერ ახედავს. ძალიან წვრილად რო აწერია, უნდა კარგად დააწერონ, რომ დავინახოთ. თორემ ძალიან სასიამოვნოა ეგეთი. სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერანიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741 მუხლის 1 და 2 პუნქტის შესაბამისად სურსათის ეტიკეტების წესის დარღვევისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდება 200 ლარით, სხვა ბიზნეს ოპერატორი 400 ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 600 ლარიანი ჯარიმით დაისჯება.